სანამ თავად რეგიონებზე გადავალთ, საინტერესოა რამდენიმე თემა შევეხოთ, რომელიც ახსენები იყო სტრატეგიის პრინციპებსა და პრიორიტეტებში. ერთ-ერთი ხაზგასასმელი მომენტი ეს იყო ის, რომ შეერთებული შტატები სამომავლოდ საგარეო პოლიტიკაში უარს იტყვის ინტერვენციონიზმზე, სამხედრო ინტერვენციონიზმზე, თუ მანდამაინც შეერთებული შტატები არ იქნა იძულებული, რომ განახორციელოს სამხედრო აგრესია, ანუ შეერთებული შტატები საკუთარ თავს უწესებს მაღალ თამასას იმისათვის, რომ მან ამ უკიდურეს ფორმას მიმართოს საერთაშორისო ურთიერთობებში, რაც შეიძლება ითქვას, რომ რადიკალური ცვლილებაა იმ საგარეო პოლიტიკური ქმედებების ქცევის, რომელიც ჰქონდა შეერთებულ შტატებს ბოლო 20-30 წლის განმავლობაში. მოგახსენებათ, არაერთი ომი აწარმოა შეერთებულმა შტატებმა ამ პერიოდის განმავლობაში. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიცაც უნდა ვახსენოთ, ეს არის ის, რომ შეერთებული შტატები აღიარებს იმას, რომ საერთაშორისო სისტემაში მომავალში და ახლაც მთავარი აქტორები იქნებიან სახელმწიფოები, ერი სახელმწიფოები და ის პატივს სცემს ამ სახელმწიფოების სუვერენულობას და აღარ ჩაერევა მათ შიდა პოლიტიკურ განვითარებაში, საგარეო პოლიტიკის ცვლილებაში, კულტურულ განვითარებაში, რაც ასევე არის იმ ლიბერალური საერთაშორისო წესრიგის პრინციპების სრული გადააზრება, რაც არსებობდა ბოლო 30 წელიწადი, როდესაც მაგალითად ადამიანის უფლებები, რაღაც ორგანიზაციული ვალდებულებები და მისწრაფებები წყვეტდა ამ შემთხვევაში შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას და როგორც ვახსენე, საერთაშორისო სისტემაში ბრუნდებიან ერი სახელმწიფოები და მესამე, რაც მნიშვნელოვანი იყო, ეს იყო ბალანსის პოლიტიკის ხაზგასმა. შეერთებული შტატები ამ დოკუმენტში იძახის, რომ ის არ დაუშვებს რომელიმე სახელმწიფო გახდეს დომინანტი საერთაშორისო სისტემაში და გახდეს უფრო ძლიერი ვიდრე შეერთებული შტატები. რეალურად ის ამ ხაზზე იძახის იმას, რომ საერთაშორისო სისტემაში უკვე არსებობენ ძალები, რომლებიც კონკურენციას უწევენ მას სხვადასხვა მიმართულებებით, თუმცა მისი გაცხადებული სურვილი ამ სტრატეგიით იქნება ის, რომ მისი ეს კონკურენტი ძალებიდან რომელიმე არ გახდეს დომინანტი და შეერთებულ შტატებზე უფრო ძლიერი ამ საერთაშორისო სისტემაში.